მთელი მსოფლიო უყურებს რამდენი თვეა, ასეულ ათასობით ადამიანის თავმოყრას, როდესაც ერთი ბალახი და ტოტიც არ იმტვრევა. და ეს მართლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მინდიას ერი და ბალახი და ტოტიც კი ჩვენი ორგანიზმის ნაწილია. ნამდვილად ასე იყო ყველაფერი, ვიდრე მოხდებოდა ის ფაქტები, რომელიც მოხდა და მე შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ კი ბატონო განცხადებას, ასევე ერიკ კურნიე ჩეხეთის ელჩი და ასე შემდეგ. კი ბატონო. ასე თქვა სწორად დასვით საკითხი. ამდენად ჩემთვის სიტყვის არ მომცემამ არ უნდა გამოიწვიოს ოპოზიციურ საერთო სოლიდარობაში რაიმე უკმაყოფილება, ჩემი ეს თხოვნა იქნება ყველას მიმართ. ეგ არ არის ძალიან დიდი პრობლემა. ქვეყნის თავი პრობლემა მიხეილ სააკაშვილი, მისი დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ჩვენი სამშობლო დაშალა, გააღატაკა, გააკოტრა, რეჟიმი, რომელიც ყოველ წუთს შადის ზალადობას, რომელიც ყოველ წუთს ტყუის, რომელმაც მოიყვანა ხელისუფლებაში ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც შეუდგნენ აი ვირთხებივით სახელმწიფოს ძირის გამოთხრას და გამოჭმას და გარკვეულწილად სამწუხაროდ მიაღწიეს აი ამ მიზანს იმითაც რომ დღეს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალსა და სოხუმში ორი დეური აღიარებული სახელმწიფოა. აი ახლა დავანებოთ თავის სულ ყველაფერს, დავანებოთ თავი იმ სააკაშვილის სიცრუეებს, რომ მან დაამყარა საყოველთაო ჰარმონია და ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვია მისმა მოსვლამ, რომ მისი რევოლუცია იყო დემოკრატიული და თუნდაც აღარ ჯერ ამის რა თქმა უნდა აღარც მის მოკავშირეებს, მათ შორის დასავლეთში. დავანებოთ იმასაც თავი, რომ urtsxvat გვატყუებს დღემდე პრეზიდენტი, რომ ჯანდაც თურმე ლარს გადაიხდი და 100,000 ევროიან ოპერაციას გაიკეთებ. ამას ხო პირდაპირ დღემდე გვატყუებს პრეზიდენტი იმას, რომ კორუმპირებულები განდევნა თავის გუნდიდან. და რა თქმა უნდა შედეგი. ვისი კორუმპირებულია მაშინ ის რა ქვია ბენდუქიძე. ვისი კორუმპირებულია სააკაშვილის დედიზმა ალასანია თბილისის და ბათუმის აეროპორტების და ოქროს მადნის მფლობელი. რა თქმა უნდა მასალები სავსე გვაქვს. ვისი კორუმპირებულია სააკაშვილის ბიძაშვილი ანუ ალასანიას შვილი ნიკა ალასანია, რომელიც იარაღის კონტრაბანდას ეწევა ისრაელიდან საქართველოსში და პირუ. გააქვთ ამის მტკიცებულებები. იგივე კითხვა მე ხელისუფლებას უნდა დავუსვა. როდესაც ნინო ბურჯანაძეზე აკეთებენ ასეთ განცხადებას. მტკიცებულებას ამ წუთში გეტყვით ერთს, აი ეს უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც შემოდიოდა თვითმფრინავები, რომელსაც ყიდულობდნენ მილიონებად ისრაელიდან და რუს მეზენიტებს ანადგურებინებდნენ ცხინვალის და სოხუმის თავზე, ეს სწორედ იმ კონტრაბანდული იარაღის ნაწილია, რომელიც შემოდიოდა საბაჟო პროცედურების გვერდის სავლით და სრულად არაეფექტურად. მაგას ჯობდა ის საზენიტო დანადგარები შემოეტანათ, რომელიც რუსულ ავიაციას მოქმედებას გარკვეულწილად შევზღუდავდა და იქ გორში და ცხინვალში ეგეთ ტრაგედიებს არ გვაჩვენებდა, რაც ვნახეთ და რისი წარმოდგენაც კი ძალიან ძნელია. რას ქვია, რომელ კორუმპირებულებზეა საუბარი, როდესაც ვის კორუფციაზე საუბრობს სააკაშვილი, როდესაც მისი ძმები, მეგობრებო, აკონტროლებენ არ მარტო სადაზღვო ბიზნესს და ეს არის მილიარდიანი ბიზნესი. ყველა ვიხდით ამ სადაზღვო, სახანძრო, სამკურნალო, ის რა ქვია, მანქანის, ხის, სახლის, ეს ყველაფერი მილიარდია, ხო? მეორე ძმა ვისოლის მაკონტროლებელია, ხო? რომპეტროლი ამათია, მართალია გოგელი პარტელენის სახელზეა, რომელსაც 5 მილიონი მიაქვს ნაცმოძრაობის კულაბაში ყოველ. კი, მაგრამ იგი აცხადებს, რომ მე ვამაყობ იმით, რომ არც ერთი ჩემი ნათესავი არ ყოფილა მაგალ თანამდებობაზე. ჩემი ნათესავები არ ყოფილა. ჩემი ნათესავებია, ისინი ჩამოგითვალეთ? ინგა? ჩემი ნათესავებია ესენი, ეს ხო ფაქტია, ეს ხო შიშველი ფაქტია, ხო შიშველი ფაქტია ეს, რომ ბატონი მიხეილის მეცნიერმა დედამ ქალბატონმა, რომელიც მეცნიერის ხელფასზე უნდა ცხოვრობდეს, ხო? ასეა, ეხლა ობამა გახდა პრეზიდენტი შეერთებული შტატების და მისი მამი და იცით სად ცხოვრობს? სად? უპატრონოთა თავშესაფარში ამერიკის რომელიღაც შტატის მიყურებულ ყურებაში. პრეზიდენტის დედა არის თქვა წარმატებული თავის საქმეში, რატომ არ უნდა იყოს? შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ რო გახდება წარმატებული და უნივერსიტეტსაც ააშენებს, თურქულს და გპ-ის კორპუსს იყიდეს, ეს ძალიან საეჭვო წარმატებაა. ეს ძალიან საეჭვო წარმატებაა. მე არ მალაპარაკებ სიძულვილი ვინმეს მიმართ. მე მალაპარაკებ ჩვენს პარტიას და ჩვენს გუნდს სიყვარული სრულიად საქართველოს მიმართ და არა სიმპათიურობა იმ პარაზიტების მისამართით, რომლებიც ქვეყანას ღრიან და ხრავენ. კი ბატონო, ვარდნაშავა, მე ხელისუფლების ადვოკატი, ეხლა ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მისი სანათესაო და მისი გუნდი. კი ბატონო, ჩვენ 5 წუთი გვჩება არც კი, იმიტომ რომ არ და ძალიან ბევრი რაღაც იყო სათქმელი, ეხლა ამასინად სამედიცინო ემეზე გამახსენდა. ხო გვიცხადებენ რომ მკურნალობა უფასოა, მშობიარობა გახდა ფასიანი. შესაბამისად კატასტროფულად დავარდა შობადობა და უარეს გეტყვით. თურმე აცრა რო გაიკეთოთ სოფზე და ტეტანუსზე პირადად მე შემევთქვა ეხლა ეგ ამბავ ვარჯიშის დროს მოკლედ მიწიანი ჭრილობა შემექმნა და გამიკეთეს აცრა. რაღეს იცი? რა. ექიმის ბრალი კი არ არის ეს. სააკაშვილის ბრალია, რომელიც არაფინანსებს ამ 50 ლარი. თუ 50 ლარი არა გაქვთ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ზაღლებს მოვერიდეთ. კარგით. სოფი გაგიჩნდებათ
და მე რინცობს კიდე ჯვარი გეწერო სხვას გადაასდებთ. აი ესეთი ჯანდაცვის სისტემა გააკეთა სააკაშვილმა. იცით როგორი განათლების სისტემა გააკეთა სააკაშვილმა? უნივერსიტეტი გადააქცია ტექნიკუმად. ხოლო სკოლები დაშალა. ისტორია და გეოგრაფია რო ერთი საგანი იქნება ხალხო. რა კავშირშია მითხარი დედამიწის სეისმური ტალღები ნელსონის გამარჯვებასთან ესპანეთის ფლოტის წინააღმდეგ? კარგით, ესეთი კითხვები ახლა მე არ დავისვათ. ისტორია და გეოგრაფია ერთი საგანია, ინგა სკოლაში ხო გახსოვთ რომ საცალკე მეცნიერებებია. ერთი შეისწავლის დედამიწის გეოლოგიურ აგებულებას, მანტიას, გეოსტრატეგიულ სივრცეს, მეორე შეისწავლის კაცობრიობის განვითარების ობიექტურ პოლიტიკურ კანონებს. ეს გააკეთეს ერთსაგნად და სამაგიეროდ შემოსული 60 მილიონი უცხოეთიდან, რომელიც განათლების რეფორმას უნდა მოხმარებოდა, შეღლაპეს ნაწილი სააკაშვილმა, ნაწილი მისმა დედამიწის უნივერსიტეტი აშენა თურქული თბილისში და სააკაშვილი ესწრებოდა გახსნას 60 ის კადრები. ნაწილი ბატონმა ლომაიამ სანტექნიკოსმა, წარმატებულმა დიპლომატმა და განათლების შემდგარმა მინისტრმა გააყოლა ხელს ნიუ-იორკში, ეხლა გამოდის, აკეთებს სულერულ განცხადებებს გაეროს გენერალური მდივნის წინააღმდეგ, რომელსაც უნდა ვეფერებოდეთ. ხელისუფლება უნდა ეფერებოდეს, მე კი უნდა ვაკეთებ. რას ნიშნავს უნდა ვეფერებოდეთ? თუ კი იდება ისეთი ტიპის რეზოლუცია, რომ თქვა უარეს დაგიწერენ ხვალ. რას ნიშნავს უარეს დაგიწერენ? ხო უნდა გააპროტესტო ბატონიშავა. როგორც ქვეყანამ პროტესტი ხო უნდა როგორც ქვეყანამ უნდა გააპროტესტო, მაგრამ ერთში რო ხარ გაეროში, ერთობა ნიშნავს რას? ძალიან დიპლომატიურ საუბარს და მოფერებით საქმის გაკეთებას. პოლიტიკოსობა ნიშნავს აი თქვენთან გამოსვლას და მკაცრ საუბარს. როცა ელჩი ვერასხოვებს საკუთარ ფუნქციებს პოლიტიკოსის ფუნქციისაგან და ოპოზიციონერის ფუნქციისაგან და თავისი უჭკო განცხადებებით პრეზიდენტიც ეგეთია და ეხლა როგორც პრეზიდენტია ისეთია მთელი ეს ქვემდგომის სისტემა. მოგეხსენებათ სტალინმა ერთხელ გაიკეთა გასტუკი თურმე და მეორე დღეს მთელი რაიკომის პირველი მდივნები გამოცხადდნენ გასტუკებით. მერე ჩაიცვა ისევ კიტელი და ყველა კიტელით მოვიდა. ნუ ეხლა ის სტალინის საქმეს აკეთებდა და კაცობრიობა სოფლიო ომს ასე ვთქვათ გადაარჩინა ფაშიზმს სოფლიო ომში გამარჯვებით, ხო? სააკაშვილმა, რომელიც აპირებდა სტალინის ძეგლის აღებას, იმას შემოიყვანა რუსები, ეხლა თუმე სტალინს შემოუყვანა ეხლა რუსები. გახსოვთ ხო მის შემდეგ? სააკაშვილმა ცხვირწინ დაგვიყენა უცხოური მტრის ტანკები 40 კილომეტრში აი ამ სტუდიიდან და ამის შემდეგ სააკაშვილი ბედავს და აცხადებს იმას, რომ ის არ გადადგება და ის უნდა იყოს პრეზიდენტი. მაინც ეს არის ბოლო კითხვა. თქვენ ამბობთ რომ არა, აი ამ თქვენი განცხადებების მიუხედავად ბატონ შალვა მაინც იგი არის პრეზიდენტი და მე წეგან შეგახსენეთ ის განცხადებები, რომელიც გააკეთეს ელჩებმა, დღევანდელი თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, ერიკ ფურნიეს გუშინდელი განცხადება, ჩეხეთის ელჩის განცხადება და მაინც ჩვენ ვხედავთ რომ ეს ადამიანი აი ამ განცხადებების საპროტესტო გამოსვლების ძალიან დიდი დაპირისპირებების მიუხედავად კვლავ არის პრეზიდენტი და საელჩოების მხრიდან კეთდება ასეთი მკვეთრი განცხადებები. მე მგონი მეორება აღარ არის საჭირო. ეს არისო ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საპროტესტო აქციის ლიდერთა ადრინდელ განცხადებებს არაძალადობრივ მოქმედებაზე და ასე შემდეგ. ანუ ისინი ამით უჭერენ თუ არა მხარს. მე ამ განცხადებებს გავეცანი, ალბათ არ არსებობს დედამიწაზე პოლიტიკური ძალა თუ დიპლომატი და ვთქვათ მოაზროვნე ადამიანი თუ ინტელიგენცია თუ მუშა თუ გლეხი თუ ნებისმიერი ფენის წარმომადგენელი, რომელიც ძალადობას მოიწონებდა გარდა კონკრეტული რაღაცა პატარა ჯგუფისა. ძალადობას, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, არავინ არ მოიწონებს, მაგრამ არის ერთი მაგრამ. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი არბევდა ჩვენს ხალხს ქიმიური იარაღით. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი შემოგივარდათ იმედის ეთერში. როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა პოლიტიკური პატიმრებით გაავსო საქართველო. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მე შემომივარდა სამასკაცენის სპეცრაზმით სახლში, ეხლა ეს ხო ცნობილი ფაქტია რა. და როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა აი ამდენი ახალგაზრდობა ჩახოცა, როცა სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა საკუთარი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ესაც ხო ფაქტია ხალხო. შეგიძლიათ ამის დადასტურება. რა პირველმა ჩვენ არქიტექტის ამბავი ყველა რო გაჩვენებულიყო. როდესაც ამბობთ რომ რა სწორებდებოდეთ, იყიდებოდა საქართველოს საზღვაო კომპანია ამის თაობაზე მოვიდათ უთანხმოება და გარჩევის დროს მოკლეს კაცი. აი ეგ არის მთელი ფაქტი. ვინ მოკლა და სააკაშვილის დაჯგუფება, რომელსაც არ უნდოდა რომ ეს საზღვაო კომპანია ჩავარდნილიყო მეორე ჯგუფის ხელში. კარგით. აი ესია ეს საქმე და ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა, ჩვენმა დასავლეთელმა ელჩებმა და მოკავშირეებმა, მაგრამ არ გმოვდე, როცა სააკაშვილი შევარდა პარლამენტში, შეერაღებული ხალხით, შევარდა ტყვე გაუმტარეს გაბერილის რო ქონა მუცელი
მე ვფიქრე ბევრი ჭამა მეთქი თურმე ის ქონე კიდე თქვა გამომპტარი ჟილეტი მოკლედ ძალიან ისა პერანგი რო შევარდა შიგნით ბღავილი და ვარდით ხელში ეს არ იყო ძალადობა როცა ოკუპაცია გააკეთა კანცელერის და პარლამენტის შენობების აი მაშინ უნდა დაგეგმოთ ჩემო ძვირფასო ელჩებო ჩემო ძვირფასო დასავლეთო ეს ძალადობა და მაშინ უნდა გწოდნოდათ რომ ეს იყო არა ვარდების ხავერდოვანი რევოლუცია არამედ იყო ძალადობა ეს იყო შერღებული ფორმირებების თარეში და უნდა გწოდნოდათ რომ ძალადობა შობს ძალადობას რომ ვიღაცა აიღებდა ამ ცუდ მაგალითს მისგან რა თქმა უნდა აი ეს რომ მაშინ გაგეთვალისწინებინათ არც ქვეყანა ჩავარდებოდა ამ დღეში არც თქვენ ჩაგეყრებოდათ მილიარდიანი ინვესტიციები სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსაყვანად ჩადებული და ჩვენს გადაგვირჩებოდა ტერიტორიები უამრავი ახალგაზრდა და უამრავი ხალხი და ჩვენი ქვეყანა მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ღვთისმშობლის წინხოდრი ქვეყანა ჩვენი საქართველო გადარჩება ყველაფერი იქნება კარგად და მე კიდევ ერთხელ სანამ თქვენ დამისვავდეთ ბოლოს შეკითხვას მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ბატონო მიხეილ გაიხსენეთ რუსთავ ორში ჩვენი დებატები გავიმეოროთ მე კიდევ ერთხელ გიწევთ წამოყვანინეთ თუ დაგტა მე კიდევ ერთხელ გიწევთ ინგასთან აი ამ სტუდიაში დავждეთ დავასაბუთოთ ყველაფერი დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ თქვენ დარჩენილი გექნება ზნეობის იმდენი პატარა პროცენტი რომ აუცილებლად გადასდგებით და ხალხიც ამოისუნთქებს და საკუთარ ტყავსაც გადაერჩევთ დიდი მადლობა მე მინდა გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა დიდი მადლობა რომ თქვენ არსებობთ რას ბრძანებ ძალიან დიდი მადლობა